Პირველად, როდესაც ცნობილი გახდა გიორგი, რომ ლევან ხაბეიშვილი მურთაზოდელავა დაიჭირეს, ყველას ეგონა, რომ მათი მოწოდების გამო იქნებოდა განხორციელდა ეს დაჭერა, ანუ გულისხმობ 4 ოქტომბრისთვის დაანონსებულ ხელისუფლების, როგორც თავად ამბობდა, მშვიდობიანად დამხობას, მაგრამ გვეუბნებია, რომ აი სატელევიზიო ინტერვიუების გამო და მე გავუშვი ახლა არქივიდან სწორედ ის ინტერვიუ, სადაც მან პირველად ისაუბრა ამ შეთავაზებაზე 200,000-თან დაკავშირებით, რაღაცნაირად ცოტა თითქოს აბსურდულად გამოიყურება. მოდით თქვენ ცოტა ხნის წინ გამოხვედით იზოლატორიდან, გქონდათ პირადად საუბარი ლევან ხაბეიშვილთან და მომიყევით ყველაფერი, რაც მან დაგაბარათ და რაზეც ისაუბრეთ მასთან. აი, პირველ რიგში მაინტერესებს, რომ დაიჭირეს ეს კადრები ახლა გადის, როგორ მოხდა მისი დაჭერა, ჩასვეს მანქანაში და რა ხდება უკვე რა იწყება მისი მანქანაში ჩასმის წუთიდან ამ წუთამდე ან იმ წუთამდე სანამ თქვენ ის ნახეთ. მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მორიგი აბსურდი, მორიგი სამართლებრივი აბსურდი არის. მე როგორც იურისტი მოგეხსენებათ, რა საქმეში არ ყოფილ ვარ, წლების განმავლობაში ფაქტობრივად რა არ მინახავს, მაგრამ დღეს რაც ლევან ხაბეიშვილის ბრალდების ირგვლივ ხდება, ეს არის მართლაც და ღიმლის მომგვრელი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სამართლებრივ აბსურდთან გვაქვს საქმე. რას გულისხმობ? ყველა არჩევნების წინ ხელისუფლება აანონსებდა ხოლმე, გახსოვთ თქვენ, საბურავების ამბოხი, რაღაც ამბოხი, რევოლუცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ალბათ ხა ამჟამად ცოტა სტილი შეცვალეს და ცოტა შეცვლილი მიდგომებით გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკური ლიდერი, რომელიც აღწევდა რწმენას იმისას, რომ ნამდვილად შეიძლება მშვიდობიანად ხალხის ძალისხმევით უკანონო ხელისუფლების ჩამოცილება ხელისუფლებიდან, ჩათვალეს, რომ დაეპატიმრებინათ, ოღონდ შეარჩიეს აბსოლუტურად გაუგებარი კორუფციული ქრთამის საჯაროდ შეთავაზების რაღაც ნოუ-ჰაუ. აი, მე დარწმუნებული ვარ, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკოს აკავებენ და ბრალდებაც უყენებენ საჯაროდ არეზგზის სატელევიზიო ეთერით გაკეთებული განცხადების გამო ქრთამის მიცემის შეთავაზების ბრალდებას, წარმოიდგინეთ, თვითონ ეს მუხლი და საჯაროობა და ქრთამის მიცემის საჯაროდ შეთავაზება ერთმანეთში საერთოდ არ ჯდება. აი, იცით როგორი მდგომარეობა შეიქმნა, აი, გეტყვით ახლა. ანუ მართლა რამე ინფორმაციას ხომ არ ფლობდა ქართული ოცნება, რომ ამ შეთავაზებაზე სწორედ ამ ძალოვანი სტრუქტურებიდან მზად იყო, წამოსულიყო რაღაცა გარკვეული რაოდენობა ადამიანების, იმიტომ რომ სხვანაირად, აი მე მოყვები თქვენს ლოგიკაში, შეუძლებელია რომ ამ მიმართულებით ადამიანს წაუყენო ბრალი და დაიჭირო, იმიტომ რომ ერთადერთი ეჭვირა ჩნდება ამ დაკავებისას, სწორედ აი ხაბეიშვილის ამ განცხადებებიდან გამომდინარე, რომ მართლა ხომ არ იყო მზად არც თუ ისე ცოტა ადამიანი იმიტომ რომ სხვა ფაქტია თავად უკავშირებს 4 ოქტომბერს ამას ფაქტია აი იმას რომ მართლა ეს ყველაფერი თავად უკავშირებს რას თქვენთანაც მოკითხვა დამაბარა არის ძალიან კარგ განწყობაზე გადმომცა რომ აი დაკავების მომენტიდან იზოლატორის ჩათვლით იგრძნობა თვითონ პოლიციელების და ასე ვთქვათ ძალოვანი სტრუქტურების წარმოადგენლების შინაგანი განწყობა თვითონაც ძალიან კარგად და ამან იციან რომ ლევანი არის დარწმუნებული რომ თავარია იყოს დავიჯეროთ რომ გამარჯვება არის შესაძლებელი იგი არის დარწმუნებული იგი ასხივებდა ამ რწმენას და ეს რწმენა გადაედო 100,000-ობით ადამიანს სწორედ მისი განმარტებით ეს ამან განაპირობა აი ლევანის Facebook გვერდზე დაიდო მისი პოსტი, მოდი წავიკითხავ და განვაგრძოთ საუბარი, რას წერს ლევან ხაბეიშვილი, თქვენ ხომ არატვირთეთ, არ ვიცი. ივანიშვილმა აღიარა მარცხი, ჭყალებში პიჟონმა მე წაგიკითხავთ მაყურებელს ვეთქვი რომ არ ვიცი რა წერია, ამიტომ შეიძლება რაღაც ისეთი სიტყვები იყოს, რაც შეიძლება სხვა შემთხვევაში არ წამეკითხა. პიჟონმა მამუკა მდინარაძემ და სვეტლანა კობახიძემ აღასრულეს ჟანდარმერიის ხელით. 4 ოქტომბერი არის გამარჯვების დღე და ეს ყველას ერთად შეგვიძლია ვამბობდი და ვამბობ საჭიროა გამარჯვების რწმენა გატეხეთ შიში აჯობეთ საკუთარ თავს ბიძინამ და ამ რეჟიმმა გამოაცხადა სრული კაპიტულაცია არ მჯერა რომ შიშარა ერი ვართ არ მჯერა რომ მიუხვედრელი ხალხი ვართ პირიქით მჯერა დარწმუნდით ამ გზის სისწორეში და რეჟიმის მარცხში
ოთხში. არანაირი გრძელვადიანი 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ. ვინც კიდევ შემოგთავაზებთ ბლა ბლა ბლას, იცოდეთ არის ივანიშვილის უნებლი ან ნებითი მოკავშირე. აიღე საქართველოს დროშა და გაიმარჯვე 4-ში, ეს არის აი სულ ახლახანს დადებული მის სოციალურ ქსელში. რა ხდებოდა დაჭერიდან? ანუ აი როგორ ექცეოდნენ, რა უთხრეს, ეს ძალიან საინტერესო დეტალები. დაჭერის შემდგომ ხდებოდა ის, რომ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, თვითონ მისი დამკავებლები პირების შემდგომ სადაც მიიყვანეს შინაგანად ყველა სახეზე ეწერა და მასთან მიმართებაში ქცევაში ეწერათ, რომ ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ არასწორ საქმეს აკეთებენ, ძალიან კარგად აცნობიერებენ. ლევანის სიტყვის გადმოცემ, რომ ფარულად თანაუგზნობენ მას, თუმცა ამის აშკარად გამოხატვის საშუალება არ აქვთ. ეხლა რომ დაუბრუნდეთ, ინგა, ესე იგი, ბრალდების შინაარს. წარმოიდგინეთ, პოლიტიკურ ლიდერს ბრალად ცდებენ საჯაროდ შეთავაზებული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური დაპირების გამო ედავებიან, რომ ეს არის ქრთამის შეთავაზება. სრული აბსურდი. წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე? პოლიტიკური ლიდერი პოლიციელებს და ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს, ვინც კეთილსინდისიერად შეასრულებს თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას, ვინც არ იძალებს ადამიანებზე, ვინც არ დაემორჩილება უკანონო დავალებებს. ამათ სთავაზობს მომავალი ხელისუფლების სახელით, ანუ პოლიტიკურ დავალებას, პოლიტიკურ დაპირებას გასცემს ბიუჯეტიდან ჯილდოს, მრავალათასიან ჯილდოს. ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ მათივე განმარტებით წინასაარჩევნო პერიოდზე და პოლიტიკოსის ფუნქცია რა არის? პოლიტიკოსმა უნდა დაარწმუნოს მოქალაქეები და მათ შორის ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები არიან ჩვენი მოქალაქეები. ისინი ხელფას იღებენ და ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა. რხევების შესახებ სად არის აქთემა? ჯერ სისხლის სამართლის კოდექსში, ძალოვან სტრუქტურებში ქთამის მიცემას გააჩნია ესეთი შენიშვნა. ეხლა იურისტები გამიგებენ. ქთამის მიცემა არის ფარული. და ვინც საჯაროდ განაცხადებს ქთამის მიცემის თაობაზე, ის თავისუფლდება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობისგან, ვინც ითანამშრომლობს, ვინც ამაზე ღიად ისაუბრებს. და როგორი სამართლებრივი აბსურდია პოლიტიკურ ლიდერს უყენებდე ქთამის მიცემასთან დაკავშირებით ბრალდებას აკავებდე და რეალური საფუძველი იყო საჯაროდ სატელევიზიო ეთერით გაკეთებული პოლიტიკური დავალება. მე მაგალითად მქონდა მოლოდინი, მასთან ამაზე პირდაპირ ეთერშიც მისაუბრია, რომ აუცილებლად დაიჭერდნენ მას 4 ოქტომბრამდე. ოღონდ მოლოდინი მქონდა, თუნდაც ოცნების განცხადებებიდან გამომდინარე, მაგალითად მოგონილი ამბოხის ვოლსკი და ვიღაცები ამბობდნენ, რომ რახან ის საუბრობს მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიანი დამხობის პასუხი იქნება მშვიდობიანი დაჭერა, მაგრამ აბსურდულობა აი ამ შემთხვევაში მდგომარეობს იმაში, რომ მართლა სატელევიზიო განცხადებებზე და დაპირებებზე, გაცემულ დაპირებებზე ხდება რეაგირება და არა ვთქვათ რაღაცა დაანონსებულ ხელისუფლების დამხობაზე. მე მაინტერესებს კითხეთ, როგორ განვითარდა თქო მერე პროცესები მასთან დაკავშირებით, აი ვინმე უთხრა რამე, ვინმე რა აუხსნა თავიდან ადვოკატებთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, საჭირო გახდა სახალხო დამცველის ჩართულობა და ხომ არაფერი უთქვამს ასევე თავად ლევანს, აი როცა თქვენ შეხვდით რაღაცა ტიპის მტკიცებულებებზე, რომელზეც სულ ვრცელდებოდა ბოლო დღეებში ინფორმაცია, თითქოს ხაბეიშვის შესაძლოა ქონოდა რაღაც მტკიცებულებები ყოფილი ქართული ოცნების, ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან და მათ შორის არ ვიცი, აი 100,000 ვერსია ვრცელდებოდა, ხომ ხვდებით, იმიტომ რომ თვითონ ოცნება ბოლო დღეებში აქტიურებს ამ თემას, გაყრილები, გაშვებულები, რაღაც აშკარად მათ უფრო სურთ რომ ილაპარაკონ თავიანთ ყოფილ მაღალჩინოსნებზე და მე ჯუანშერ ბურჭულაძის და დაჭერაც როგორ დაემთხვა, ამაზეც უნდა დაგისვათ კითხვა. ხომ არ უთქვამს ამის თაობაზე ლევანს რამე? ან ვინმე ხომ არ მოსთხოვა მას დაასახელე, ვისთან შეიძლება გქონდეს კონტაქტი ყოფილი მაღალჩინოსნებთან? მსგავსი კომუნიკაციის თაობაზე მას არაფერი არ უთხოვს, მაგრამ ერთი არის ფაქტი. რაც არ უნდა ეს კვირების განმავლობაში პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული მაღალჩინოსნები ცდილობდნენ ლევანის პიროვნების ირგვლივ რაღაცა ესეთ გაშარჟებული ეპითეტებით და ზედმეტსახელებით და რაღაც თითქოს და ლევანის და 4 ოქტომბრის ფაქტორს და ამ ხალხისში დაგროვილ ასე ვთქვათ დღელვარებას თითქოს და მეორე პლანზე გადატანასწილებდნენ, მაგრამ დღეს ხომ დადასტურდა რომ რეალურად არსებობს ლევანთან მიმართებით შიში, რომ მის მიერ გამოთქმულ თუნდაც
ასე ვთქვათ, მშვიდობიან დამხობასთან, 4 ოქტომბრის აქციებთან, ხალხში არის დამერწმუნებით ძალიან დიდი უკმაყოფილება დაგროვებული. მაგრამ რატომ არ აღუძრეს მაშინ საქმე აი ამ დამხობის მიმართულებით რაღაც, რა ვიცი, ეხა საბურავების რევოლუციიდან დაწყებული ყველა სიგიჟე გვაქვს მოსმენილი და კაცი ღიად ამას ამბობდა და რატომ არა ამ განცხადებების კვალდაკვალ და რატომ ამ 200,000-ის თაობაზე გაცემულ ვინ წვეთს და სამართლებრივ შეფუთვას ვინაკეთებს დღეს მოქმედ ხელისუფლებაში, მაგრამ ერთი შემიძლია გადაჭრით კითხვას, რომ ვინც ამას ფუთავს, ნამდვილად მისი იურისტის, ასე ვთქვათ, კვალიფიკაცია ნამდვილად არ არის მაღალი შესაქმები ხარისხის რა. კიდევ ერთხელ გეუბნები, ყველა წინა არჩევნების წინ იყო გარკვეული გამოძიებები ამბოხებასთან დაკავშირებით, შეთქმულებასთან დაკავშირებით, ალბათ ახლა გადაწყვეტეს ცოტა, ასე ვთქვათ, სხვა ჟანრში გადმოსულიყვნენ და გადაწყვეტეს, რომ ლევანთან მიმართებაში იყო აბსოლუტურად შიში, ეს იმაშიც იგრძნობოდა, რომ ყველა მაღალჩინოსანი ცდილობდა ლევანის დაკნინებას და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ლევანი არის პირველი პოლიტიკოსი, ვინც დაკავებულია პოლიტიკური დაპირებების საჯაროდ გაჟღერების გამო. წარმოიდგინეთ. ხომ არაფერი უთქვამს მას, რატომ ემთხვევა დღევანდელ დღეს თუ კი გადავხედავთ, გადავახვევთ გონებაში ლევან ხაბეიშვილის მურთალ ზოდელავას დაჭერა ჯუანშერ ბურჭულაძის დაჭერას, იმიტომ რომ თან აი ხა თქვენ ძალიან კვალიფიციური და კარგი შესანიშნავი ადვოკატი ხართ, იურისტი ხართ და აი თვითონ ამ ფაქტსაც ალბათ აღვიხსნით, რას ნიშნავს. სუსი ატარებს ბრიფინგს და პირველ რიგში ლევანზე კი არ საუბრობენ ან მურთალ ზოდელავაზე. იწყებს საუბარს, როგორ დაიჭირეს კორუფციის გამო თავდაცვის ექს-მინისტრი, რომელიც მე აღმოჩნდა, რომ საერთოდ სახლში იყო, დაჭერილიც არ იყო და მე მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო რეანიმობილით რომ გადაეყვანათ. ანუ რეალურად გააერთიანეს ეს ორი საქმე. ეხა გამიგრძელეთ ეს ხაზი, ამაზე ხომ არ გისაუბრიათ ლევანთან? აქ ნახეთ ინგა როგორ არის, აქ შესაძლოა იყოს თვეების განმავლობაში ლევან ხაბეიშვილი საუბრობდა სწორედ რომ იგეგმება მაღალჩინოსნების დაკავება, მათ შორის არაერთხელ უსაუბრია ბურჭულაძეზე, მის კორუფციულ, ასე ვთქვათ, საქმიანობაზე და ღარიბაშვილის წრის გარშემო და რაც კი ლევანის გაუჟღერებია, ყველაფერი ერთ-ერთში, ასე ვთქვათ, ახდა, ხომ? დღეს შესაძლოა ეს გააკეთეს იმიტომ, რომ ფაქტობრივად გადაეფარათ ხაბეიშვილის დაჭერა და ცდილობენ რაღაც თითქოს და დააბალანსონ მათ მიერ წარმოებული ეს სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომ აი ერთის მხრივ ჩვენ მხოლოდ ოპოზიციურ ლიდერებს კი არ ვერჩით, აი ჩვენი გუნდის ყოფილ ლიდერებს, ვინც კორუფციაში ამხილებული, თუ ეხლა გაიგეს თურმე რომ კორუფცია ყვავის წლების განმავლობაში საქართველოში, შესაძლოა ეს იყოს გადაფარვის მცდელობა. მეორე თემა, ლევანი, წარმოიდგინეთ თავისუფლებაზე ყოფილი ლევანი, როდესაც ბურჭულაძის დაკავება ხდება, რა თქმა უნდა, ამის კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავდა. კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავდა, რომ მის მიერ დაანონსებული. უყურეთ, ერთი სასაცილო კაცი, მეორე სასაცილო კაცს აწვდის ინფორმაციებს, ეს არის ყობახიძის დღევანდელი ნათქვამი, ერთი სასაცილო კაცი მან თქვა, არის ხაბეიშვილი, მეორე ვიღაც წასული. ხომ არ გისაუბრიათ ამ თემაზე? ამასთან დაკავშირებით მისი პოზიცია რომ სავარაუდოდ ეს მოხდა გადაფარვის, ან და იმისთვის რომ კიდევ ერთხელ ლევანს არ მოეხდინა ხაზგასმა იმისა, რომ მის მიერ დაანონსებული და მათ შორის თქვენს აღნიშნეს თქვენს გადაცემის ანონსში რამდენი გადაცემა, რამდენი სიუჟეტი და ლევანის მიერ რამდენი, ასე ვთქვათ, განცხადება მიეძღვნა, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძის კორუფციულ, სავარაუდო კორუფციულ მარტო ნოდარმილოძის გადაცემებს რომ გადავხედოთ, ოღონდ ამის საპასუხოდ ჩვენ გვეუბნებოდა ქართული ოცნება, რომ თქვენ დეзинფორმაციას აუცელებთ და აღმოჩნდა, რომ მელაძის და მისი გამომძიებელ ჟურნალისტთა მიერ მომზადებული რეპორტაჟები ყოფილა მართალი, ხო? კორუფციაზე, რაღაც უზარმაზარ თანხებზე წაუყენეს ამ კაცს. გუშინდელ ამბავსაც შეგახსენებთ. აი ცდილობს, მე ვფიქრობ ეს ახალი ხელმძღვანელობა ან ოცნები ცდილობს რაღაც ბალანს თითქოს და მოსახლეობას აჩვენოს, რომ ჩვენ ობიექტურად ვაბალანსებთ. აი მაგალითად დაიჭირეს კალაძის შტაბის წევრები და დაიჭირეს ახალგაზრდა სტუდენტი გოგო, ესეც აბსოლუტურად მიუღებელი ფულივიზატორით ბანერის ასე ვთქვათ საპროტესტო ტექსტის დაწერით. ესეც აბსოლუტურად მიუღებელი. ანუ არაფერი მოულოდნელი არ იყო. რა დაგაბარათ ეხა თქვენ? ლევანმა დამაბარა პირადად თქვენთან ძალიან დიდი მოკითხვა და ერთადერთი თხოვნა მხოლოდ გამარჯვების რწმენა. გამარჯვება არის ხელშესახები, ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ, ლევანის პოზიცია ასეთი. ერთადერთი რომ
ჟურნალისტი იქნება, წამყვანი იქნება თუ პოლიტიკოსი იქნება, ნებისმიერ ეთერში მხოლოდ და ვისაუბროთ ჩვენს მომავალ გამარჯვებას, იმიტომ რომ ეს არის გარდუვალი გამარჯვების რწმენის გამო არის იგი დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში და ამით ცდილობს თითქოს და ეს ძალოვანი სტრუქტურა რომ ეს არ გავრცელდეს მოუწევს მასშტომა ეს ჩემი ბოლო კითხვა თქვა მას არ მოუწევს რამდენი წელი შეიძლება რამდენი ამ ბრალის მიხედვით თუ გულისხმობთ მას ედავებიან ჯერ ბრალი არ წადგენია თუმცა რაც ბრიფინგი გააკეთეს და ჯერ არაფერი გადმოუწია ჩვენთვის ეს არის ქრთამის მიცემის შეთავაზება უკანონო ქმედებისთვის ეს არის 339 მუხლის მეორე ნაწილი 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ კიდევ ერთხელ სამართლებრივი აბსურდი საჯაროდ ტელეეთერში ქრთამის მიცემა 10,000-ობით, 100,000-ობით პოლიციის თანამშრომლისთვის რეალურად ეს არის პოლიტიკოსის დაპირება მომავალი ხელისუფლების საბიუჯეტო სახსრებიდან ფულად ჯილდოზე, თუკი პოლიციელი მოიქცევა კეთილსინდისიერად არ დაარბევს, არ იძალადებს მოსახლეობაზე და არ შეასრულებს უკანონო დავალებას და მისი კიდე მთავარი მესიჯი ის არის რომ ეს დაპირება არის ძალაში და გამარჯვების რწმენა, გამარჯვება არის ჩვენს ხელთ და არავითარი უკან დახევა ბრძოლა ბოლომდე. ეს არის პირადად თქვენთანაც ყველასთან. დიდი მადლობა გიორგი, მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, ალბათ ბევრჯერ მოგვიწევს კონტაქტი მათ შორის საეთერო ამ დღეებში. იმედია მოვალ ამ ქვეყანაში დრო რომ არ მხოლოდ პოლიტიკურ кейსებზე, პოლიტიკური სისხლის სამართლებრივი დევნის кейსებზე მოგვიწევს კომუნიკაცია. არ მჯერა მაგის, მაგრამ არა, იმის მჯერა რომ ცვლილებები აუცილებლად იქნება, უბრალოდ არ მჯერა მაგისი რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკა როდესმე შეიძლება გახდეს ისეთი მეორე ხარისხოვანი თემა, რომ კიდე სხვა თემებზე მოგვიწევს. სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეებში პოლიტიკას არაფერი ესაქმება და მადლობა გიორგი კონდახაშვილს, მე მას